მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ დასტუტივის თოქ-შოუ საზოგადოებრივი პოლიტიკური ასპექტები. მე მარიამ ელიავა გახლავართ. ძალიან მალე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ვუახლოვდებით 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს. ქვეყანაში კვლავ გრძელდება სამოქალაქო პროტესტი აქციების ფონზე. ევროპისა და ევროკავშირის მხრიდან კი ხშირად ისმის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მათი მთავარი მოწოდებაა, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული ინტეგრაციისთვის გადამწყვეტია. ამ პოლიტიკურ ფონზე კი საინტერესოა, როგორია დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის გეგმები წინასაარჩევნოდ. ამიტომაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ პროფესორს და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ ქალბატონ მარიამ ცაცანაშვილს, ნაძალადევის რაიონის ნომერ 9 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს პარტიიდან სახალხო ხელისუფლება საარჩევნო ნომრით 14. მოგესალმებით ქალბატონო მარიამ, უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დრო გამონახეთ და მოგბრძანდით ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ახალგაზრდულ ტელევიზიაში სტუმრობა. გმადლობთ. მანამ სადამუშავლოდ დავიწყებდეთ თქვენს პროგრამაზე საუბარს, მაინტერესებს დღევანდელ პოლიტიკურ წინასაარჩევნო გარემოს როგორ შეაფასებთ? იცით რა არის, ყოველთვის უყურებ ადამიანი გინდა რომ პოზიტიურად აღიქვა, მაგრამ რეალობა სულ სხვა არის ხოლმე. ეს რეალობა დაძაბულობა, ეს რეალობა რაღაც დესტრუქციულს გავს და დამძიმებულ სიტუაციაში სტრესული დამოკიდებულებები ძალიან დიდია. რაც ადამიანებს აფიქრებინებს ხოლმე, რომ საარჩევნო პერიოდი კრიზისულ სიტუაციაში ხომ არ არის. რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და ვისაუბროთ იმ თემაზეც, რაც მოხდა და მთელმა საქართველომ გაიგო ნაძალადევში ლოტკინზე კერძოდ, სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად რომ აფეთქდა ერთი კომერციული ფართი და სახლი, როგორც ჩვენ გავიგეთ. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით და თქვენ ადგილზეც იმყოფებოდით, როგორც ვიცი. დიახ, ეს ასეთი ფაქტები და მოვლენები ხშირია ხოლმე, როგორც კი ზამთრის წინა პერიოდი, ანუ შემოდგომა იწყებს დასრულებას და ზამთრისკენ რომ გადადის, ადამიანები ემზადებიან და ძალიან ხშირად ზოგჯერ შარშან მაგალითად დიდი დიღომისკენ მოხდა მსგავსი ფაქტი და ხშირია. როდესაც ხშირია, რა თქმა უნდა, ჩდება საკითხი. ყველა ეძებს დამნაშავეს. აქ დამნაშავის ზებნაზე არ არის საუბარი, აქ არის აუცილებლად სწორ მართვაზე, იმიტომ რომ ფაქტი სახეზეა. მოხდა მძიმე შემთხვევა, რამაც არა მარტო დააზიანა ქონება ადამიანების და მიმდებარე ტერიტორიები, არამედ სერიოზული სტრესი შეუქმნა გარშემო მცხოვრებებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს, ადამიანებს, რომლებიც შემდეგ უკვე თითქმის შრომის უნარონი ხდებიან რამდენიმე დღე. არა მარტო ამ ფაქტის დანახვის გამო, არამედ თვითონ ისეთი ძლიერი აფექტების გამო და მე უკვე საკუთარი ფიქრების გამო, რომ ეს ხომ ყოველ ჩვენთაგან შეიძლება შეგვემთხვას და არავინ არ არის ამისგან დაზღვეული. დაიწყება, როგორც ვიცით, ყოველთვის იყო გაუმართავი ტექნიკა, არავის არ შეუტყობინებია და ამიტომ მოხდა, ანუ ხედავთ ხოლმე, რომ დამნაშავის ზებნაზეა ლაპარაკი. არა და სრულიად შეამცირებდა ასეთ სიტუაციებს სწორი მართვის მექანიზმები. არაფერ შუაში არ არის ასეთ სიტუაციაში ქალაქის მერია და აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის. რა თქმა უნდა, ის გაზის ორგანიზაცია, რომელიც დღეს გაზმომარაგებით უზრუნველყოფს ყველა რაიონს, ის უკვე კერძო სექტორია და შეიძლება თქვა, რომ ის კერძო სექტორია მუშაობს თავისი კომპეტენციისა და მოქმედი კანონმდებლობის და მოქმედი სტანდარტებისა და უსაფრთხოების ფარგლებში, მაგრამ საქმე ის არის, რომ მერია და ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილობრივ საჭიროებებზე ორიენტირებული მართვითი და სახელისუფლებო სტრუქტურა არის, რომელიც ვალდებულია გაუკეთოს ყოველივე ამას მონიტორინგი, სისტემატიური მონიტორინგი
მონიტორინგი, სისტემატიური ზედამხედველობა და სისტემატიური კონტროლი. სწორედაც რომ მართვის სისტემის სფეროში არის გარკვეული ხარვეზები, აი გულსატკენი ეს არის რომ განკერძოება და მარტო სტანდარტების დადგენა ეს არის ცალფაზაზე, მაგრამ კომუნიკაცია უნდა იყოს აუცილებლად კავშირის სისტემა და სწორედ ამ კავშირის სისტემაში, უკავშირის სისტემაში გამოჩნდებოდა ის ხარვეზები, რაც მინიმუმამდე დაეყვანდა ამხელა სტრესს და უბედურებას. რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით. რა მიზანი გაქვთ თვითმმართველობის არჩევნებზე და როგორია თქვენი მოლოდინი, რომ გვესაუბროთ? მიზანი, რა თქმა უნდა, არის ადგილობრივი საჭიროებების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება და ცოტა არასტანდარტულად წამოვიდა ეს მიზანი, იმიტომ რომ საჯარო სამსახურში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და პედაგოგიურ და საპროფესორო ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი და ძალიან დიდ სიამოვნებას მაინჭებს ახალგაზრდებთან მუშაობა, მათი თვალები, შემოქმედებითი თვალები, მიღწეულის დროს გამარჯვებული გამოხედვა, ღიმილი და ასე შემდეგ. ამიტომ მოტივაციურად ეს სფერო, სადაც ვარ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გითხარით, რომ ადრე სერიოზულ თანამდებობებზე მაქვს დამუშევარი და ისეთი ახალგაზრდა ვიყავი, რომ ყველაფერს თმობდი საკუთარს, ოღონდაც ქვეყანას რაღაცა მიღწევა ჰქონოდა. მიღწევა ჰქონოდა სტრატეგიულ ურთიერთობებში, საერთაშორისო ევროპულ მიმართულებებში, შიდა სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში, ეკლესიასა-შორისო ურთიერთობებში და ამის შემდეგ მეგონა რომ მე დავასრულე ჩემი ფუნქცია ახლა სხვასაც უყვარს საქართველო და მიხედონ. მაგრამ სწორედ ის რომ ამ ბოლო დროს რამდენიმე წელია გაძლიერდა რაღაცა ჩამქრალი თვალები, რაღაც უიმედობა ახალგაზრდობაში გამოჩნდა პირად საუბრებში, რაღაც გაქცევა საკუთარი ქვეყნი და რაღაც სხვაგან ძიება, ჩემს თავში დავფიქრდი და ვთქვი, როცა შენ იკლებდი ყველაფერს და ფიქრობდი რომ ამას აკეთებდი ახალი თაობაზე, ამისთვის აკეთებდი, რა თქმა უნდა, არა. და კიდევ ერთხელ მოვიკრებ ძალებს, რომ ახალი თაობისთვის უფრო ღია, უფრო თანამედროვე მიდგომები და უფრო სერიოზულად გახარებულები ვნახო ისინი ამ სამყაროში. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა გულწრფელი პასუხისთვის. თქვენ გაიზარდეთ ნაძალადევის რაიონში და კარგად იცნობთ ამ რაიონის მოსახლეობის საჭიროებებს, პრობლემებს თუ ასე შემდეგ. თქვენ რა კონკრეტულმა გამოცდილებამ გადაგაწყვეტინათ, რომ არჩევნებში მიგიღოთ მონაწილეობა, აქამდე რა მიგიყვანეთ? თვითმმართველობის არჩევნებში უნდა შეარჩიო, რომელ რაიონში მიიღებ მონაწილეობას. და იცით რა, რაც ახსენეთ, რომ გაზრდილი სადაც ახარ, ყოველთვის გული იქეთკენ მიგიწევს. არა მარტო მე ვარ გაზრდილი, ბებია ბაბუა ამ რაიონში ცხოვრობდა, მშობლები ამ რაიონში ცხოვრობდნენ, სკოლა აქ დავამთავრე, დიდი სამეგობრო, სანათესაო და იცით რა ხდება, რატომ გამიწია აქეთკენ გული, რომ თითქოს რა თქმა უნდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, ცენტრალური რაიონები ვითარდება და ნაცალადების მხარის განვითარება შეჩერებულია. შეჩერებულია და მხოლოდ საარჩევნო პროცესებში გახსენებას ექვემდებარება ხოლმე. და გადავწყვიტე, რომ ის რა გამოცდილებაც მიღებული მაქვს სხვა თანამდებობაზე, ის რაც გულის ტკივილი მაქვს, რომ პარალელურ რეჟიმში და უნდა ვითარდებოდეს ეს რაიონიც, რა თქმა უნდა, აი ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ ვნახო კიდევ ერთხელ, როგორ მიმიღებს ჩემი გამზრდელი უბანი და რას მოუტან მე მას. კი ბატონო. თქვენი პროგრამა, როდესაც წავიკითხე, ვნახე, რომ მოიცავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ქუჩების გალამაზებას, ტრანსპორტის მოწესრიგებას. რა კონკრეტული პროექტები გაქვთ ამ მიმართულებით და პრიორიტეტების მიხედვით როგორ აპირებთ, რომ დაიწყოთ საქმიანობა მომავალში? კი, 17 მილიონზე ცოტა მეტი არის ამ რაიონისთვის გამოყოფილი. და რა თქმა უნდა ზოგადი განცხადებები გაკეთებულია, რომ ეს ინფრასტრუქტურას, გზებს მოხმარდება და ასე შემდეგ, მაგრამ იმდენად მძიმე მდგომარეობა თვითონ ნაძალადევის რაიონში, როგორ უნდა გადანაწილდეს ეს, მას შედარებით უფრო ესეთი კარგი მართველი სჭირდება და პრიორიტეტულად მაინც
როგორც ვთქვით, ახალგაზრდული პროგრამებია ჩემთვის და ყველაზე მეტად გული მტკივა იმაზე, რომ დღეს რომ ფეზეოს ეძახიან, აი ეს ობიექტი არ არის სრულფასოვნად გამოყენებული ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების მისაღწევად. მხოლოდ რამდენიმე დარბაზი მუშაობს შიგნით და ისიც ეს. მეორე მნიშვნელოვანი პროექტი ეს არის აუცილებლად, რაც ვთქვი, არის განცალკევება თითქოს სხვადასხვა რაიონებთან. მახსოვს, რომ აქედან პირდაპირი ნაძალადების რაიონიდან ვაკესა და საბურთალოს უკავშირდებოდა პირდაპირი ტრანსპორტი ხოლმე 128 მახსოვს ნომერი, 126 და 135 დედუბეში მიდიოდა სამარშრუტო. ეხლა ესენი აღარ მუშაობენ და ნახეთ, როდესაც ახალგაზრდა უნივერსიტეტებში მიდიან ან სამუშაო ცენტრისკენ და სხვაგან, რა უნდათ, მეტრომდე უნდა მივიდეს, მერე მეტროში კიდევ გადაჯდეს და მერე იქედან კიდევ, ესე იგი, სამმაგი გადაჯდომა უწევს. და შრომის ორგანიზაციაში, ვისაც ჩაუხედია, ყველა მიცის, რომ როდესაც დაღლა და მოლოდინის რეჟიმი ძალიან დიდია, შრომის შედეგი საკმაოდ დაბალია ხოლმე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მით უმეტეს, როდესაც გაცხადებულია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია ხდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გზა შედარებით თავისუფალია, რა თქმა უნდა, პირდაპირი რეისები დაკავშირების უნდა გქონდეს. აუცილებელია ჩემი ხედვიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს ჰქონდეთ თავიანთი ფანტაზიიდან, თავიანთი უნარებიდან მომდინარე სიახლეები, როგორ დაიწყონ რაღაც ახალი პროექტი, რომელიც იქნება შემოსავლიანი. ამიტომ სტარტაპების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ნაძალადების რაიონში, სადაც ჩართული იქნებიან თვითონ ეს ახალგაზრდები, მაგრამ ამ სტარტაპების იდეა არ გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად გამოვიგონეთ და რაღაცა. არა, უბრალოდ ეს ისეთი რამ, რაც შედარებით ახლოს დგას ამ ხარჯთან. ეკოლოგიური, მაგალითად, ისეთი სტარტაპი, სადაც ნარგავები გამოყავთ, ან IT ტექნოლოგიების მეშვეობით განათებების და ამით სისტემით შეიძლება ბაღისა და მეურნეობის საკითხების გაუმჯობესება და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც მათი ინტერესი იქნება, შეიძლება მათ მიეხმარო იმაში, რომ როგორ დაწერონ ეს პროექტები, როგორ წარადგინონ ნაწარმოებს საქართველოში თვითონ, რა შეიძლება მოითხოვონ თვითმმართველობისგან და პარალელურად, რადგან იურისტიც ვარ ჩაკეტილ საკითხსაც ვიტყვი, ძალიან გული მტკივა, რომ თვითმმართველობის კოდექსმა სერიოზულად დაუშვა საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობები, მიმართვები და ასე შემდეგ და მე გამოკითხვა ჩავაკეთე და ვკითხე, რომ რამდენჯერ მიგიმართავთ რა, ინდიფერენტულია ეს მიმართვის საკითხი. მაშინ ასე უნდა მოიქცეთ, ან ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, ან ახალგაზრდებთან ინფორმირებულება უნდა იყოს, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ მიაკითხეთ და გამოვა და რაღაცნაირად, ასეთნაირად იქნება. ანუ დოკუმენტებთან როგორ იმუშაონ, რომ დოკუმენტური მუშაობით გქონდეთ კომუნიკაცია თვითონ თვითმმართველობასთან. ვერ დავამთავრებდი ძალიან ბევრი რამ მატერიალებს თავში, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იქნება, რომ ძალიან ბევრი ლაპარაკობსო ასეთ რამეს ვიტყოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ფანტაზიის სფერო ხომ არ არის, ამისთვის საჭირო თანხები იქნება თუ არ იქნება. დიახ, ისინი ვინც იქ მუშაობენ თვითმმართველობაში, საკრებულოში თუ მერიაში და ხალხის გადასახადებისგან ხელფასს იღებენ, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა მოიძიონ კარგი პროექტებისთვის თანხები. ამისთვის არსებობს საჯარო კერძო პარტნიორობის ახალი მოდელები, ამისთვის არსებობს საერთაშორისო გრანტების მოძიება და ასე შემდეგ. და თვითმმართველობაში მომუშავე ხალხი ვალდებულია საზოგადოებას ემსახუროს არა მხოლოდ ბიუჯეტის ფარგლებში არსებული პროექტების გადაწყვეტაში, არამედ მათ მოძიებასა და თვითონ ახალი დაფინანსების მოძიებაშიც კი. და აი ამიტომ გადავწყვიტე, რომ მე ცოტა ასე ვთქვათ, ახალი პარტიიდან ვღებულობ მონაწილეობას და თუ ჩემი რაიონი მიმიღებს და გადაწყვეტილებას შეაჩერებს და გავალ, რა თქმა უნდა,
მაკონტროლებლად გამოვდგები, იმიტომ რომ ძალიან კარგ დაპირებებს იძლევა ხელისუფლება სხვათა შორის. მოგეწონება, მართლაც მომწონს, მართლაც საჭიროა, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე აღარ ხდება კონტროლი, როგორ შესრულდა, სად შესრულდა, სად არის ხარვეზე, საიდან გადავიტანო და ზოგჯერ რჩება ხოლმე თაროებზე ესენი. აი სწორედ ამ მეორე ფუნქციის შესასრულებლად შეიძლება იყოს ჩემი კანდიდატურა გამოყენებული. კი ბატონო, რახან ინფრასტრუქტურა ვახსენებთ, აუცილებლად მინდა გკითხოთ, როდესაც თქვენ სოციალურ ქსელს ვათვალიერებთ, ძალიან საინტერესო თქვენი იდეა შემხვდა საპარკინგე სისტემებთან დაკავშირებით. ამ იდეაზე რომ გვესაუბროთ, თუ შეიძლება. კი, რაღაც დრო ვარ დამეკავებინა თქვენს პიწინა კითხვებზე ეს პროექტი გამოვტოვე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სადაც არ უნდა გაიაროთ ყველგან. კი, და განსაკუთრებით რა შევამჩნიეთ, როცა ნაძალადებში განსაკუთრებით ძველი ნაძალადების ლოტკინის მხარეს ზევით გაუყვებით, მანქანები როცა დგას, უკვე ვიღაცას ან ღმერთმა დაიფაროს, ან სახანძროს რომ დაჭირდეს გავლა, ან რომ დაჭირდეს გავლა სასწრაფო დახმარებას ვეღარ გადიან. და გამოდის რომ არავის უფიქრი აქაურ უსაფრთხოებაზე ჩაიწვით ან მოკვდეს ადამიანი ფეხით ამოვიდეს თუ რა მოხდეს და იმის გამო რომ მე თვითონ დღესდღეობით რამდენიმე წელია უკვე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორი გახლავართ ტექნიკური უნივერსიტეტიდან გამომდინარე ტექნოლოგიების მართვაზე ვარ გადასული და ყოველთვის ყველა სხვადასხვა მიმართულების ტექნოლოგიებს კითხულობ სხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან. რა გაქვთ სიახლე, რა არის სიახლე და აი ესენი რა სიახლესაც მეუბნებიან, ყოველთვის მინდა შემოვიდეს მართვაში. ანუ საჯარო მმართველებმა უკვე ისწავლონ ეს ტექნოლოგიები როგორ დანერგონ და აი საპარკინგე სისტემასთან დაკავშირებით ძალიან კარგი ესე იგი მობილური საპარკინგე განადგარების აგების შემხდა, რომელიც დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული და იქ გათვლები არის რამდენ მანქანაზე დაუშვათ 25 მანქანაზე 50000 ლარი ჯდება ამათ რომ თქვათ თუ როგორ გადატანეთ აი ასეთი ჯდება მაგრამ 30-40 მანქანის ზევით აწევა ანუ ძალიან იოლია აი შეიძლება აიკეცოს კიდევაც ეს გადაიტანოს სკოლებთან დადგა ან რაღაცა დიდი ღონისძიება გაქვს არეტევიან მანქანები და აი აწყობა იქ ხდება და შემდეგ მობილურის მეშვეობით დააფიქსირებ და თვითონ მანქანა გადაადგილდება და მიიყვანს იმ ადგილზე ანუ შეაცურებს ამ რკინის კონსტრუქციებში საკმაოდ საინტერესო. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არის. რატომაც არა ახალგაზრდებს ხომ სიახლეები უყვარს. რატომაც არა, რატომ არ უნდა ვცადოთ. ბევრი იტყვის ეგრე, იმიტომ რომ ქუჩების მოხაზვა იოლია, პირიქით ქუჩებს განტვირთვა სჭირდებათ. და მეორე რაც ძალიან მაწუხებს მერიდან, როდესაც ისინი იძლევიან ნებართვებს სახლების მშენებლობაზე, საჯარო კერძო პარტნიორობით უნდა ამ სახლების მშენებლობას არა მარტო იმის ვალდებულება რომ ქვემოთ პარკინგი ქონდეს, არამედ 3-4 მშენებლობის გათვალისწინებით ზუსტად ასეთი ცალკე საპარკინგო ქსელისათვის უნდა შეღავათიან ფაზებში ვალდებულებაში არა, მაგრამ ნებაყოფლობით ის როგორც სოციალური პასუხისგებლობა. ყველა ბიზნესმენს სოციალური პასუხისგებლობა აქვს საზოგადოების წინაშე და ისინი ასეთ შეღავათიან ფაზებში ააშენებენ ამ იმას და შემდეგ უკვე როდესაც ამოიღებენ თავის გადასახადს, გადასცემენ უკვე მერიას. ამიტომ აი საჯარო კერძო პარტნიორობების გამოყენება ასეთი რთული პრობლემების მოსაგვარებლად შესაძლებელი არის. კი ბატონო, მშვენიერი იდეაა და მიმედია განახორციელებთ და წარმატებას გისურვებთ ამ კუთხით. ქალბატონო მარიამ, თქვენ ახსენებთ ინფრასტრუქტურას, სტარტაპებს, ახალგაზრდებს განსაკუთრებით და თავიდანვე გითხარით, როგორ გსიამოვნებთ ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მუშაობა. გულწრფელად გეტყვით, მეც ამ თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ, რომელსაც რაღაც დონეზე ქვეყანაში განვითარებული სიტუაციიდან გამომდინარე იმედი აქვს დაკარგული. როგორ აპირებთ ახალგაზრდების ჩართვას ამ საქმეებში, მათთვის ინტერესის გაღვივებას, თუნდაც ან
იმედი დაანახოთ, იმიტომ რომ წლებია ჩვენ გვესმის დაპირებები, აყვავების შესახებ დაპირებები, მაგრამ ერთ ადგილზე ვართ გაჭედილი, შეიძლება ითქვას უკანაც კი ვიხებთ. თქვენ როგორ აპირებთ, რომ ახალგაზრდები ამ კუთხით ჩართოთ? შესრულება. როგორც კი შესრულებაზე გადაეყვა, აი ალბათ თქვენს დაგიწერიათ საკურსო, სადიპლომო და რა თქმა უნდა მეც ხშირად ურთიერთობები მაქვს. უნდათ ძალიან კარგი თემა და გეგმა მოსწონთ და მე უკვე დრო აღარ აქვს და მოდი ფათიფუთ ჩქარა დავამთავროთ და ჩემთან არ გამოდის ჩქარა თემის დამთავრება, იმიტომ რომ რატომ საიდან რისთვის ყოველთვის სდევს კითხვა და ვეუბნები რომ ახლა რასაც დაწერ 5-10 წელი შენი ცხოვრების გეგმა უნდა იყოს და მსმენია ხოლმე ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და ამას საჩუქრად ვატარ. შენი ცხოვრება იცვლება მაშინ, როდესაც შესრულების მექანიზმებზე და მექანიზმებზე ფიქრობ, იმიტომ რომ კონკრეტულად შეიძლება შესრულების პროცესში რაღაცა შესწორება დაგჭირდეს ზუსტად ისე და ეს არის მუდმივი მოძრაობა ტვინის, მუდმივი ის რომ შედეგი დაენახო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, კარგი იდეები, მაგრამ მე მაინც მგონია და ვხედავ, რომ საშემსრულებლო ტექნიკა და ტექნოლოგია დაეკარგა ახალ თაობაში, კიდევ უფრო გამარტივდა ეს ხელოვნური ინტელექტის პირობებში, რამდენსაც ის იტყვის, აი მომარტივად გავიგე მისგან პასუხი ასახარ გააყონება ხოლმე და ამის ექსპერიმენტებიც გვაქვს ჩატარებული, რომ 30% შეცდომას უწევს, 40% ჰალუცინაციები ემართება. რა თქმა უნდა, ეს ტექნიკა დაიხვეწება წინწავა, მაგრამ ამის წინწასვლა ხომ არ უნდა ნიშნავდეს ადამიანების გონების გათიშვას და ვიღაცაზე მიმაგრებას. არა, ეს უნდა გამოიყენოთ როგორც ინსტრუმენტი, როგორც კალმისტარი, როგორც კომპიუტერი, ინსტრუმენტი, მაგრამ თუ ტრადიციული აზროვნებითი მეთოდოლოგიით არ შეცვალეთ და არ დავდეთ შედეგები, ამიტომ არაფერი არ გამოვა სხვანაირად. და საჩუქარი, ბოლო საჩუქარი ეს არის ხოლმე იყავი პასუხისგებლიანი საკუთარ თავთან. თუ შენ პრობლემას არ გაექცევი და პრობლემას გადაჭრი, ბედნიერი იქნები. ამიტომ ის გულჩათხრობილობა ის და რომ წასვლის ესა რომ წავალ, ეს არის გაცლა და არა პრობლემის გადაწყვეტა. მართალი ბრძანდებით. თქვენს პროგრამაში დიდი ყურადღება ექცევა საგანმანათლებლო სისტემას იმ კუთხით, რომ თქვენ გინდათ სკოლების და ბაღების კეთილმოწყობა. ამ კუთხით როგორ აპირებთ ამ საკითხის გადაწყვეტას და ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემა არის სკოლაში უფასო ყვება. სტატისტიკაც ამ კუთხით საკმაოდ მაღალია, 35%-მდე არიან ბავშვები, რომლებიც შიმშილობენ სკოლაში ყოფნის მანძილზე. ამასთან დაკავშირებით რომ გვესაუბროთ, თუ შეიძლება. ეს ჩემთვის ტკივილამდე მეყვანილი პრობლემაა, იმიტომ რომ არ ვიცი, მგონი 120 წლის წინ ვსწავლობდი სკოლაში და დღეს ვიხსენებით, რომ იქ მუხარშული სახელიც მახსოვს ჩვენი თამარა მზარეულის მიერ მომხარშეული სოსისის სუნი, ეხლა იმ შავი პურის და თეთრი პურის სუნი ეხლაც მახსოვს თქო, იმდენად შეიძლება და სახში ამაზე ძალიან შეწუხებული იყვნენ, რომ სკოლაში არ უნდა ჭამო, იმიტომ რომ ეს არ არის ის საკვები, რომელიც კარგია და ამიტომ სახში უნდა სხვაგვარად ეკოლოგიურად სუფთას, მაგრამ მე ის მახსოვს. და რომ წარმოვიდგენ და თქვენი კითხვასაც რომ დასვით, რომ ბევრი ბავშვი შიმშილობს, ეს მარტო ტკივილი არ არის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს და თუ კი ერთი წამით რას გულისხმობ ყველაფერში, იმიტომ რომ ეს დეკლარაცია ყველაფერი უნდა. სწორედ აქაც საჭიროა საჯარო კერძო პარტნიორობა. თუ გულმხურვალეთ და ძალიან დიდი სითბოთი მეთვალყურეობს თვითმმართველობები სკოლებს და ბაღებს, რომ გარედან მოწესრიგებული იყოს, უამრავი სკოლა შენდება, ახალი კეთილმოწყობილი ხდება, ისინი შიგნითაც უნდა იყოს შიგთავსი რა. მაგალითად ასეთი რამ, ძალიან ბევრი კვების ობიექტები გვაქვს. აი, მაგალითად, თუ ისინი სკოლაში რაღაც ძალიან მიზერულ ფასში ან უფასოდ რაღაცა შეიტანებენ, მაშინ
რაღაცა შეღავათებს უკეთებს მერია. ესე მეტყვით რომ სახელმწიფო მმართველობის პირობებში ეს შეღავათები ბიუჯეტს დაარტყავს. არ არის თლად ასე შეიძლება დღეს ბიუჯეტს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს დაარტყავს, მაგრამ ხვალ სოციალური გამართულება მაქვს წელში და ის ადამიანები, რომლებიც ასე გამართულად არიან გაზრდილი, უკვე ეკონომიკურად თავისუფლები ხდებიან ხოლმე. მართალია ვთანადებით, როდესაც ვკითხულობდი თქვენ საარჩევნო პროგრამას, ორი ძალიან საინტერესო სიტყვა ვნახე და ამაზე მინდა რომ განვავრცოთ თემა თუ შეიძლება, რას მოიცავს თაობათა დიალოგის იდეა. ხიჭატეხილობის პრობლემა ალბათ ყველა საუკუნეში იყო და მე როცა ახალგაზრდა ვიყავი, ვერ ვგრძნობდი ჩავტეხე თუ იყო თუ არა ჩატეხული ხედი, ალბათ ძალიან დარდობდა უფროსი თაობა რომ რაღაცა ერთო არ ქონდა, მაგრამ ეს არ მახსოვს. მახსოვს წიგნებიდან და ხვდები ეხლა რომ ძალიან კარგი ურთიერთობაში შევდივართ ახალგაზრდებთან და დაგიქნევენ თავს სწავლენ და უკუღმა გააკეთებენ. დიალოგის პრობლემა ნიშნავს იმას რომ გამოცდილება აუცილებლად უნდა უთხრა. სავარაუდო მიმართულებები აუცილებლად უნდა უთხრა. მაგრამ მას უნდა კონდეს იმისი უნარი რომ აი აქედან საკუთარი თავისუფლება ააქვს. დიალოგის შინაარსში გულისხმობ იმას რომ დაპირისპირება კი არა, აი შენ ასაკიანი ხარ, ჩარეცხილი ხარ როგორც. თქვენ არ გახსოვთ ეს ტერმინი, მაგრამ მე იმ თაობაში ვარ, როცა ერთ-ერთი ხელისუფლებამ გამოაცხადა რომ 40 წელზე ზევით უნდა ჩაირეცხონ. ეს ტერმინი არ მომდის ორიდან ადამიანების ჩარეცხვა რას ნიშნავს ხო და ამიტომ ასე კი არა არამედ ესე რომ როცა სკოლები გეუბნებიან და უშუალოდ რომ სკოლაში მეცანი მშობელთან და ოჯახის წევრთან კონტაქტი არ გჭირდება ასეთი მიდგომას აქვს ულტრა ლიბერალურია ეს ლიბერალური არა რაც შეეხება ლიბერალურ მიმართულებას ეს ნიშნავს ზუსტად იმას რომ ურთიერთ მოვალეობები და ურთიერთ პასუხისგებლობები გაგვაჩნია ერთმანეთის თავისუფლების გარანტია თქვენი თავისუფლება ახალგაზრდაობის თავისუფლება გარანტირებული რომ იყოს და ემოციებით არ შეასკადეთ კედლებს სავარაუდო ვარიანტები უნდა ითქვას უფროსი თაობის გამო იცით რომ მე რაღაცა გავიარე ეს ამ გზაზე ეს წინააღმდეგობები ეს გამოწვევები შემხვდა და მოდი როცა შენ სქემას ააგებ გაითვალისწინე ოღონდ რა თქმა უნდა თანამედროვე პირობების გათვალისწინებით და ყველაზე კარგად ეს ხელოვნური ინტელექტის პირობებში ჩანს და სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო დაწესებულებები მიმართული არიან რომ აიკრძალოს ხელოვნური ინტელექტი ჩემი იდეა არ უნდა აიკრძალოს უნდა ვითანამშრომლოთ როგორც კი აკრძალვას ტერმინი სიტყვა უკვე რა ხდება ესე იგი ის ახალგაზრდა ამბობს რომ მე ეს ტექნიკა და ტექნოლოგია კარგად ვიცი შენ ჩამორჩენილი ხარ საერთოდ არ იცი ამიტომ ჩვენ შორის დიალოგი ვერ შედგება როგორც კი აჩვენებ რომ მოდი ერთად მივცეთ შეკითხვაც და შენიშვნაც და ერთად და მე დავიწყოთ კითხვაზე რატომ საიდან რისთვის და აბა აყევი შენ აი უკვე ხვდებიან რომ შენ ახალი ტექნოლოგიების მომხრე ხარ მაგრამ არ ხარ ტრადიციული აზროვნების დაჩლუნგების და გადაგვარების მომხრე ამაში მოგყვებიან მე ვთვლი რომ პირველი დიალოგი ჩემი შედგა კი ბატონო მიხარია. ბოლოს მინდა შევაჯამოთ და მიმართოთ მაყურებელს თუ რატომ უნდა მოგცეთ მოახლოებულ არჩევნებზე მოქალაქეებმა ხმა. ეს ყველაზე მძიმე შეკითხვა, იმიტომ რომ რატომ უნდა მომცენ არ შემეძლია მე ესეთი ჩაკეტილი ადამიანი ვარ რომ აი თქვენ გინდა თუ არა ხმა მე თავაზობთ მათ ჩემ გამოცდილებას ჩემთვის ისინი მშობლიური არიან ის ტკივილები ტკივილად მრჩება და ცარიელი დაპირებების არა ლამაზი და კარგი დაპირებების შესასრულება მაქვს მექანიზმები რომლის კონტროლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება პროექტების ბოლომდე მიყვანა და მათთვის არჩევნებზე წასვლა ტანჯვა კი არ იქნება არამედ სიხარული მადლობას გიხდით ძალიან დიდ მადლობას გიხდით საინტერესო ძალიან გულახდილი პასუხებისთვის მე კი მაყურებელს მინდა შევახსენო რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ქალბატონი მარიამ ცაცანაშვილი პროფესორი და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ნაძალადევის რაიონის ნომერ 9 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან სახალხო ხელისუფლება საარჩევნო ნომრით 14 მე კი მადლობას გიხდით დროებით